გაუმარჯოს ყველას. პატარა სპორტული ვიდეოც გუშინ, ესე იგი ძალიან მაგარი დღე ქონდა მამარდაშვილს. აა, მადრიდის რეალს მოუგო სანტიაგო ბერნაბეუზე მისმა ვალენსიამ და მამარდაშვილი დააცახელეს MVP-ით. Most valuable player. ყველაზე ღირებული მოთამაშე. თამაშის, ანუ ფაქტიურად მისი დამსახურებაა, რომ ვალენსიამ 3 ქულა აიღო ამ მატჩში. არავინ არ ელოდა დედამიწის ზურგზე, რომ ვალენსია ახლა ამ ვითარებაში მყოფი ვალენსია, თორე უკეთეს ვითარებაშიც ყოფილა. გვახსოვს ყველას. რომ ამ ვითარებაში მყოფი ვალენსია სანტიაგო ბერნაბეუზე მადრიდს დაამარცხებდა, მაგრამ ნუ დაამარცხეს. 2-1 ბოლო წამებზე გაუტანეს გამარჯვების გოლი და მანამდე მამარდაშვილმა პენალტი აიღო და 2-3 მომენტში ნუ აშკარა გოლს გადაარჩინა. მათ შორის ერთი მკვდარი ბურთი აიღო და ნუ მოკლედ კიდევ ერთხელ დაამტკიცა თამაშის მერე თქვა რომ ყველას გვაქვს ცუდი დღეებიო, ეს იგულისხმება ალბათ რამდენიმე ხნის წინ მომხდარი, როდესაც ცუდი თამაში ქონდა, მაგრამ დღეს დაამტკიცე ვინ ვარო. ხო, ასე რომ ხო, მაგარ ფორმაშია ჩვენი მეკარე და ვუსურვოთ მას წარმატებები მომავალშიც. წელს ამ სეზონის ბოლოს ის უკვე ლივერპულში გადავა, მაგრამ მაინც სასიამოვნოა, რომ მისი დახმარებით ასეთმა კარგმა გუნდმა, როგორც ვალენსია, ასეთმა დიდი ტრადიციების და ისტორიის მქონე გუნდმა პრიმერა დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა. ალბათ უკვე შეინარჩუნა 8 ტური დარჩა და არ ამგონია რომ ვალენსიამ ეს შანსი ხელიდან გაუშვას. თეორიულად რა თქმა უნდა ყველაფერი არსებობს, ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ნუ იმედი მაქვს რომ თეორიულად რაც შესაძლებელია ეს არ მოხდება და ვალენსია პრიმერ დივიზიონში დარჩება. რაც შეეხება რა უთხრა მამარდაშვილმა ვინისიუს პენალტის დარტყმამდე და რატომ იფარებს პირზე ხელს. სხვათა შორის ესეც ამასაც გეტყვით რამდენიმე წამში, რატომ იფარებენ ხოლმე პირზე ხელს ფეხბურთელები, როდესაც ერთმანეთს რაღაცებს ეუბნებიან. როგორც გაირკვა, მარკას ჟურნალისტებმა კითხეს მამარდაშვილს თამაშის მერე რა უთხარი ვინისიუს პენალტის დარტყმამდეო და როგორც აღმოჩნდა, მამარდაშვილი დანიძლავებია ვინისიუს 50 ევროზე, რომ ის პენალტს ვერ გაუტანდა. მამარდაშვილმა როგორც თქვა, შესთავაზა რომ ხო არ გინდა რომ 50 ევროზე ვითამაშოთო, იმასაც უთქვამს რომ ვითამაშოთო და ნუ საბოლოო ჯამში მამარდამ მოიგო ეს სანაცვლეო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ვინისიუს თამაშის მერე არ მიუწია ის 50 ევრო. ალბათ ესეთი გაწმილებული იყო რომ აღარც ახსოვდა, არ 50 ევრო ებოდა, ასე ვთქვათ. ხო, მაგრამ ნუ მამარდაშვილმა თქვა რომ არაუშავსო კაცო, დიდი ამბავი. მოკლედ ესეთი ამბავია და რაც შეეხება რატომ იფარებენ ფეხბურთელები პირზე ხელს როცა ლაპარაკობენ, საქმე ის არის რომ არსებობენ ესპანეთში ვიცი რომ ნამდვილად არსებობენ ესეთი ადამიანები, ტუჩის მოძრაობის მიხედვით შეუძლიათ გამოიცნონ რას ამბობს ადამიანი, როდესაც ხმა არ ესმით. და ხშირად მოუხმიათ ჟურნალისტებს ამ ადამიანებისთვის რომ იმათ გამოეცნოთ რას ამბობს, რას ეუბნება ერთი ფეხბურთელი მეორეს, ან ერთი მწვრთნელი მეორეს და ასე შემდეგ და ხშირად ესე მაგალითად ადრე იყო ესეთი შემთხვევა, როდესაც სტაჟიან გულშემატკივრებს ემახსოვრებათ. ბარსელონაში თამაშობდა პატრიკ კლუივერტი ესეთი ჰოლანდიელი ფეხბურთელი, რომელიც ერთ-ერთ თამაში მე მგონი მადრიდის რეალთან იყო თამაში, მოედნიდან გააძევა მსაჯმა, იმა რაღაცა უთხრა. ისე რომ პირზე ხელი არ მიუფარებია და მე სწორედ ესეთმა ადამიანებმა ამოიცნეს. რა უთხრა რა ქვია კლუივერტმა მსაჯს და ნუ ისეთი უწმაწური რაღაცა არის რომ მე აქ ახლა ამას ნამდვილად ვერ გავიმეორებ. მოკლედ დედაზე შეაგინა რა, ასე რომ ვთქვათ. ზოგადად. ხო, და ამიტომ მას შემდეგ და ზოგჯერ ისე მომხდარა რომ აი ამ ადამიანებს არასწორად ამოუკითხავთ რა უთხრა ერთმა ფეხბურთელმა მეორეს. და სინამდვილეში სხვა რაღაცა თქვა და ამან სხვა რაღაცა ამოიკითხა და ამიტომ მას შემდეგ ფეხბურთელები ესე პირზე ხელს იფარებენ რომ ვიღაცამ რაღაცა სხვა ინტერპრეტაცია არ მისცეს მათ ნათქვამს, ასე ვთქვათ რა. ეგეთი ამბებია მოკლედ. მამარდა მაგარ ფორმაშია, ვალენსიამ მოიგო, რეალმა ალბათ ჩემპიონობის შანსი დაკარგა, მიუხედავად იმისა, რომ ბარსელონამ ვერ ისარგებლა რეალის ამ დამარცხებით და მანაც ვერ მოუგო ბეტის თავის მოედანზე 1-1 დამთავრდა, მაინც ჩემი აზრით ბარსელონა გახდება ჩემპიონი წელს.